ახლა მოვედით ეიდეს ერთ-ერთ გადმოსახედთან, მინდა გითხრათ, რომ კუნძულზე ასეთი რამდენიმეა. სიმართლე გითხრათ, ეს ადგილი არ მქონდა მონიშნული. ჩვენმა ჰოსტმა გვირჩია, იგი გიდია და დარწმუნებული ვარ, სულს ნამდვილად არ მირჩევდა. ფეხით ცოტა არის სასიარულო, აი ასეთი ულამაზესი ბილიკი მიუყვება გადმოსახედს. დაჯავშნე მოგზაურობა ჩემი ტურისტულით. მოგწერე სოციალურ ქსელებში. ეიდესკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გაჩერებაა სამარას გადმოსახედი. ეს ადგილი დაახლოებით 2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და გთავაზობს საოცარ ხედს ვულკანურ ლანდშაფტზე. აქედან ჩანს როგორც ეიდეს მწვერვალი, ისე მეზობელი ვულკანები, პიკო ვიეხო და ჩინიერო, სადაც 1909 წელს ტენერიფეზე ბოლო ამოფრქვევა მოხდა. სამარა ერთჯერადი ამოფრქვევით შექმნილი ვულკანია. მისი ბილიკი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და შთამბეჭდავი მარშრუტია მთელს ეროვნულ პარკში. ბილიკი გადის ძველი კრატერების კიდეებით, გამხმარ ლავის მდინარეებს შორის და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს პირდაპირ ვულკანის გულში გადიხარ. ახლა კი ვნახოთ, როგორ გამოიყურება აქაურობა ზემოდან. საინტერესოა, როგორც ცდილობს ბუნება აქ სიცოცხლის დაბრუნებას. მკვდარ მიწაზე ნელ-ნელა იზრდება კანარული ფიჭვები, პირველი მცენარეები, რომლებიც ასეთ ნიადაგს იპყრობენ. მათი მწვანე ფერი თითქოს კონტრასტს ქმნის ამ გამქრალ შავ პეიზაჟთან და გვახსენებს, რომ სიცოცხლე ყოველთვის გზას პოულობს. ახლა კი ყველაზე სახალისო ფოტოსესიის დრო დადგა, აქ მანქანები საკმაოდ ხშირად დადიან ხოლმე და უნდა მოვასწროთ გადაღება. მგონი კარგად ვიხალისებთ.